ხმაური ისევე როგორც დღის, ასევე ღამის საათებში დასჯადი გახდება. ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ როგორ წუხდებიან ადამიანები, როცა მათ გვერდით არსებობს დაწესებულება, ან უბრალოდ მეზობელი, რომელსაც არ სურს გაითვალისწინოს საკუთარი მეზობლები და იმაზე მეტად ხმაურობს, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული. ამ შემთხვევაში საკრებულოში მიმდინარეობს სამუშაო იმაზე, რომ კანონ პროექტში ყველა ეს წესი ერთიანად გაერთიანდეს და შემდეგ გავრცელდეს მთლიანად საქართველოზე. ვის დააჯარიმებენ, ან როგორ დაადგენენ ამ თუ იმ ადამიანის თუ დაწესებულების დამნაშავეობას კანონის მიხედვით, ამას ჩვენი სტუმრისგან გავიგებთ, რომელიც მალე შემოგვიერთდება, მაგრამ მანამდე ამ თემაზე სიუჟეტი უნდა ვნახოთ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, აგლაძის ქუჩა ნომერი 26. 8 სართულიან კორპუსში 700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება შეუძლებელია და არსებული სკვერიც ავტომობილებს აქვთ დაკავებული, მოსახლეობას სხვა დამატებითი საზრუნავიც აქვს. საკუთარი პრობლემების შესახებ უკვე არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა საკითხი ისევ მოუგვარებელი რჩება. მოსახლეობა კი უკმაყოფილი. ფანჯრები რო დაკეტილია, მაშინაც ხმაური შემოდის. არა მარტო აქედან, არამედ იქიდან. იქით არის კიდე პროფილაქტიკები. ჯერ ქვეშ იყო და მე იქით გაიტანეს. პირველი სართული დაკავებულია პროფილაქტიკებს. ამ პროფილაქტიკებში მიმდინარეობს ვულკანიზაცია. ვულკანიზაციის დროს ხა ზუსტად მე არ ვიცი, ვერ ვერკვი, მაგრამ რაღაცას რო ტენიან და ბერავენ და გაუშვებენ, ბუხ, ისეთი ხმარი, რომ შეიძლება შეგეშინდეს თუ არ შეეჩვია და მე ბავშვი დაძინებული, მოხუცებული, ავადმყოფი რაღაცა ძალიან რთულია სატანია. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ავტოსახელოსნოები. აქ ავტოსერვისის სრული სპექტრია წარმოდგენილი. ვულკანიზაცია, ბალანსირება, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, თუნუქის შესწორება და ასე შემდეგ. ზაფხულში იქნება თუ ზამთარში იქნება, გათენებისას იწყება და ხან ღამის 12 საათამდე, ხან 10 საათზე. არის ხოლმე შემთხვევები ღამის 2 საათზე მოუყვანიათ მანქანა და უნდა ადამიანს რომ შეაკეთოს და ხა აბა დაუშალე, ვერ დაუშლი. ავტოსერვისების თანამშრომლების განცხადებით ისინი მუშაობას დილის 9 საათზე იწყებენ და საღამოს 7 საათისთვის ასრულებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ვერ ეგუება ხმაურს, ხოლო სერვისის თანამშრომლების ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს. ნაწილის პრობლემას ვერ ხედავს. ჩვენგან არ ამგონია ისეთ რაღაც ხმაური იყოს, რომ შეაწუხოს მოსახლეობა და ორგანიზაციები ყველგან აღყველა კორპუსის მომოტეთნე. ეხლა ქვედა კორპუსი თუ უშლის, მათ არა, ეს ქუჩა მაქედან მოშორებულია. არ ამგონია ამ ქუჩის ხმაურმა რომ შეაწუხოს. მეზობლებთან სულ ყველასთან კარგად თავარდა. არავის საჩქარი არავის არ უქმია ჩემთვის პირადად. ვისი მხრიდან და ვისი უფლებები ირღვევა? როგორ უნდა დაიცვას თავი მოსახლეობამ ხმაურისგან, ხოლო ავტოსერვისებმა მოსახლეობის პრეტენზიებისგან ამ საკითხს კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაარეგულირებს. თემაზე საუბარს ვაგრძელებთ. სტუმართან ერთად შემოგვიერთდა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე. მოგესალმებით მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. როგორც ვიცით, ხვალ არის დაგეგმილი საკრებულოში ამ საკითხის მოსმენა და ამ თემას განიხილავთ არა მხოლოდ საკრებულოს წევრები, არამედ ყავთ მოწვეული, სხვადასხვა უწყებიდან, ასე ვთქვათ, სტუმრები. ვინ იქნებიან და რა საფეხურები და ნაბიჯები უნდა გაიაროს ამ კანონ პროექტმა იმისთვის, რომ საბოლოოდ დაადგეს საშველი და მართლაც შევიდეს ძალაში? მოგახსენებთ, ესე იგი, ვინაიდან ეს საკითხი, ანუ ხმაურთან დაკავშირებული საკითხი აწუხებს მოსახლეობას, როგორც შესაძლებელია ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების, კაფე-ბარებიდან თუ ასე შემდეგ გამომავალმა ხმაურმა, ამ შულ საკითხი დადგა დღის წესრიგში, რომ დარეგულირებული იქნეს კანონმდებლობის დონეზე. მართალია არსებობს, ესე ვთქვათ, გავნეული სხვადასხვა კანონმდებლობაში თუ ბრძანებულებებით ეს საკითხი კონკრეტულად არეგულირებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, ამ შულ საკითხს, ანუ განსაზღვრავს იმ დეციბალებს თუ რა ხმაური არის დასაშვები სხვადასხვა, ესე ვთქვათ, საათებში, დღის თუ ღამის საათებში. ამავდროულად არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დათქმა, თუ რა კუთხით შესაძლებელია ხმაურთან დაკავშირებით დააჯარიმდეს ესა თუ ის პირი, თუმცა რეალურად ეს ყველაფერი არ არეგულირებს ამას, ვინაიდან კონკრეტიკა აკლია ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ ჩვენ საჭიროდ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება, აქედან გამომდინარე ეს პროექტი, ესე ვთქვათ, ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ყოველივე უნდა წარედგინოს შემდეგ უკვე საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს.
თუმცა მანამდე იქნება საკრებულოში უკვე თბილისის საკრებულოში მოსმენა სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, რა თქმა უნდა, აქ მონაწილეობას მიიღებს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტები, ანუ 112 საპატრულო პოლიცია, იურიდიული სამმართველო, ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე იქნება წარმოდგენილი გარემოს დაცვის სამინისტრო, თვითონ საკრებულოს სხვადასხვა კომისიები და გვექნება უკვე ჩართულობა ამ კუთხით, რომ საბოლოო ჯამში შევჯერდეთ თუ რა კანონპროექტს გადაუგზავნით ჩვენ პარლამენტს. კარგით, ცოტა კონკრეტულად რო ვთქვათ, რა არის ხმაური? ანუ სად არის ზღვარი? ხმაური, ანუ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში არა ტექნიკურად დეციბელებით გაზომილ დაწესებულ რომელიმე დაწესებულებისთვის ზღვარს, უბრალოდ ადამიანი ქუჩაში რომ დადეს და ხმაურობს ეს. გასაგებია. კითხვა, გიპასუხებთ რომ ხმაური ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, განგრძობადი ხასიათის ხმაურზე აქ საუბარი, რომელიც დასჯადი უნდა იყოს და არა ის რომ ვიღაცამ წამოიყვირა და ჩვენ უცებ დავიჭიროთ და დავაჯარიმოთ. არა, ამავდროულად ეს არ არის რომ რაღაც საქართველოს ნოვაცია შემოგვაქვს ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რიგ შემთხვევაში თავისუფლების აკვეთასაც კი ითვალისწინებს 12 თვის ვადით, იგივე ირლანდიაში თუნდაც აღნიშნული საკითხი. ასე რომ ჩვენ მოვაქცევთ უკვე ქართულ რეალობაში ამას ყოველივეს, იგივე ფიზიკურ პირთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი სანქცია, ხოლო იურიდიულ პირთან ასევე შესაბამისი სანქცია. ხო, დღეის მდგომარეობით რაც ხდება, ხო, რეალურად მერიის ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, საკითხის შესწავლას, ანუ მიდის ზედამხედველობის სამსახურიდან თუ იქნება ზარი განხორციელებული უკვე პიროვნება, ოღონდ აქაც დავკონკრეტდები ახლა როგორ ხდება. მერიაში სამუშაო საათები არის დილის 7-დან 6 საათამდე, ანუ პიროვნება თუ 11 საათზე შეაწუხა ამ ხმაურმა და ეს ხდება პერმანენტულად, რეკავს მერიაში უკვე მეორე დღეს. მეორე დღეს ორეკავს შეიძლება მესამე დღეს გავიდეს პიროვნება უკვე ადგილზე და ესე ვთქვათ გაზომოს სპეციალური ხელსაწყოთი ეს ხმაური, რომელიც იმ დროს იქნება ხელისშემშლელი ან არ იქნება ესე ვთქვათ რა. ანუ ეს არაეფექტურია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყოველივე საპატრულო პოლიციას დაემატოს ეს ფუნქცია, იმიტომ რომ როდესაც პრობლემა არის ადამიანი 112-ში რეკავს და ეს ნომერი ყველასთვის ცნობილია და არ არის პრობლემა, ამ შემთხვევაში და ის რომ ვიღაცამ ეძებოს მერიის ზედამხედველობის კონკრეტული ნომერი, ეს არაეფექტურია უკვე აპრიორში. არაეფექტურია, რომ ფაქტობრივად არასებული. ერთი დეტალი მაინტერესებს კიდე, რამდენიმე დღის წინ მე პირადად შემოვთქვა ეს ფაქტი, რომ ღამის 2 საათზე ეს იყო მერიის ერთ-ერთი მერიას დაქვემდებარებული ერთ-ერთი სამსახური, რომელიც გზას აგებდა და ღამის 2 საათზე თხრიდნენ ერთ-ერთ ქუჩას. და რომ ვკითხე თუ რატო აკეთებდნენ ისინი ამას ღამით, მითხრეს რომ სხვა დროს აქ მოძრაობაა. აი ესეც თუ გაკონტროლდება, ანუ სახელმწიფო სამსახურებსაც თუ იგივე ვალდებულებები ექნებათ, რაც კაფე ბარებს მაგალითად. რა თქმა უნდა, გაკონტროლდება აბსოლუტურად ყველაფერი და აქ კიდევ ამბობ, ეს იქნება განგრძობადი ხასიათის კუთხით უკვე დასჯადი ქმედება. აი განგრძობადი რას გულისხმობს? რამდენი ხანის ხმაურია? რომელიც პერმანენტულად ხდება და ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას უკვე თუ უშლის ხელს, ანუ შესაძლებელია გამოიწვიოს მან ფიზიკური მოშლილობა. ამას გულისხმობს და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ეს არის საწარმო ხმაური, ეს არის რაღაც კლუბური ხმაური, თუ ასე შემდეგ, თუ იგივე ოჯახში ხმაური, რომელიც გრძელდება პერმანენტულად და გვერდზე მყოფ ადამიანებს უშლის ხელს. ესეც ხდება. ასე რომ ხმაური, რომელიც ჩაჯდება კონკრეტულ ნორმებში, რაც აღარ იქნება დასაშვები, ანუ კონკრეტულად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დილის 7-დან ღამის 11 საათამდე ეს იყოს დაშვებული დაახლოებით 40 დეციბალი ხმაურის ზომა, ხოლო საღამოს 11-დან დილის 7 საათამდე 30 დეციბალი. ანუ ამას თუ გადასდება ადამიანი და კიდევ ამბობ, ეს არ არის ერთჯერად ხასიათის, ამასაც უკვე მიიღება შესაბამის ზომებს და ასევე გვინდა რომ ადგილზევე ქონდეს შესაძლებლობა რომ ამ შემთხვევაში თუ ეს პატრული იქნება და ჩვენ გვექნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და თუ იტვირთებენ ისინი ამ ესე ვთქვათ ვალდებულებას, ადგილზევე გამოიწეროს ეს აღნიშნული რა ჯარიმებზეა საუბარი? ანუ ვისთვის რაოდენობით იქნება ეს ჯარიმი? პირზე ვფიქრობთ, რომ ეს იყოს 150 ლარი პირველი შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში უკვე 500 ლარი. 300 ლარი. ასევე იურიდიულ პირზე ვფიქრობთ, რომ
პირველ ჯერადად ეს იყოს 500 ლარი, ხოლო მეორე ჯერზე ეს იყოს 1000 ლარის ჯარიმა. ერთი რამ მაინტერესებს რა სწორად გამიგეთ ხა რასაც კითხავთ. ეს ხო არ იქნება კანონისთვის უბრალოდ რომ რაღაცა არსებობდეს. ანუ ჩვენ რა ვიცით რა არის ამდენია 30 დეციბალი, იქნება ესეც მაწუხებს. ზუსტად ამას ვამბობ, რომ არ იყოს ეს კანონისთვის და აქამდე არსებობდა ეს სხვადასხვა ესე ვთქვათ კანონებში გაბნეული ეს ყოველივე ჩვენ გვინდა რომ მოვაქციოთ ერთ კანონში, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში შევიდეს ეს სრულებან გაემატოს 67 პრიმა მუხლი და შესაბამისად სხვადასხვა უწყებებში ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ გარემოს დაცვა და ასე შემდეგ საჭიროებისამებრ შევა ცვლილებები კანონებში და ასევე იმ ხელსაწყოთი უკვე პატრულ შესაბამისი დანაყოფები იქნება განსაზღვრული რომელიც დეციბალი დასაშვებია. კი ბატონო, რომლებიც უკვე განსაზღვრავენ ამ ხმაურის რთული კომპლექსური კანონია რომელიც მე მგონი თუ თქვათ არ არსებობს ადამიანი რომელიც მრეკავს 112-ში იგივე და უბრალოდ პატრულმა ჩაიარა ღამის 12 საათზე და შესანიშნავად ხმაურია. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ თავად აღკვეთოს დარღვევა ასე ვთქვათ. კიდევ ვამბობ, ეს თუ არის ერთჯერადი რაღაც წამოყვირება ამ შემთხვევაში და ეს არ იქნება და ანუ ადამიანს რეალურად უნდა აწუხებდეს ეს ყოველივე. ხო ვიღაცა ზის ტყეში და უკრავს თავისთვის და ამ დროს თუნდაც გზის პირზე ჩაიარა და ხედავს რომ ხმამაღლა რაღაცას ან ყვირის ან ღერის ან ასე შემდეგ ეს არ უნდა დაემსგავსოს უკვე ანუ ეს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გულისხმობდი უფრო დაწესებულებას, მაგრამ დღის საათებზეც ვრცელდება თქვენ როგორც ვთქვით 40 დეციბალი. მე ვიცი ძალიან ხშირ შემთხვევაში ქუჩები, სადაც იმდენად ხმამაღალია ქუჩაში მოძრაობისას სიგნალები, მე არ მგონია რომ ესეც უნდა ითვლებოდეს ხმაურად. რამდენად შესაძლებელია, რამდენად ითვალისწინებს თქვათ იგივე ეს კანონპროექტი იმას, რომ დარეგულირდეს აბსოლუტურად ტყუილ უბრალოდ გაბმული სიგნალი, რომელიც არის შეგხვდება ალბათ წუთში 3-ჯერ თქვენს ქალაქში და დედაქალაქში. ამაზე თუ გახსოვთ ადრე იყო სპეციალური მინიშნება, საგზაო ნიშნები, რომ ვთქვათ ამა თუ იმ ადგილას დაუშვებელია ყოვლებთან ძირი. არა, წესით კანონში კი არა, წესებში როცა აბარებ მართვის მოწმობას, იქ წერია, რომ გარდა სავარიო სიტუაციის თავიდან აცილებისა არ შეიძლება დასიგნალება, მაგრამ ასიგნალებენ ყველგან და ყოველთვის, რა ვიცი, მე ასე მგონია. ეს ისედაც რეგულირდება და ეს საკითხი ამას არ მოიცავს. არ მოიცავს. ანუ იმის გამო რომ ჩვენს ქუჩაზე შეიძლება სულ იყოს სიგნალი, აზრი არ აქვს რომ დავრეკოთ, მაინც ვერავინ იპოვოს სხვაგან აქ არ უნდა დარეკოს. გასაგებია. როდისთვის იგეგმება ამ კანონპროექტზე უკვე მუშაობა პარლამენტში და როდის უნდა ელოდოს თქვათ მოსახლეობა იმას, რომ 112-ს მიმართოს მაშინ როცა შეწუხდება. ჩვენ გვექნება უკვე ხვალ ესე ვთქვათ შემაჯამებელი შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ შემდეგ კვირას უკვე ჩვენ მიმართავთ საქართველოს პარლამენტს წინადადებით. ხო, როგორც თქვით, მე მგონი ძალიან რთული და დასაგეგმი იქნება წესით ხა ეს პატრულს კიდე ერთი ვალდებულება დაემატოს, მაგრამ სავარაუდოდ მე მგონია რომ აუცილებლად მისაღები კანონია და ანუ ეს არ უნდა იყოს ამავდროულად ახმული ისე რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის ბიზნესში უფრო ვინმე ერევა. ანუ თუ აქვს ადამიანს იგივე ვთქვათ კაფე ბარზე ავიღოთ, ხო? ტაბიძეზე ტაბიძის ქუჩაზე, რომლის მოსახლეობაც მუდმივად ჩივის და არის როგორც თვითონ აცხადებენ აუტანელ მდგომარეობაში ამ ხრივ. ანუ ნებისმიერ ბარს შეუძლია ეს იზოლირება კედლების გააკეთოს ისე, რომ სხვა არ შეაწუხოს, ანუ სხვის ხარჯზე, სხვის ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა გაკეთდეს ბიზნესი და არ უნდა იშოვოს სხვამ სხვის ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის ფასად აი ეს არის მეტი არაფერი არ არის აქ ანუ ჩვენ გვინდა მხოლოდ საიტკენაც მივდივართ და მივდივართ ევროპული ჩვენ გვინდა რომ გავერთიანდეთ ევრო ოჯახში ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა მივუშვებთ წესრიგს ეს არის და ეს გეთანხმებით 100% წარმატებებს გისურვებთ თქვენს და ჩვენს ქვეყანასაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე თუ როგორ არის ასე მადლობა ასევე თქვენ გისურვებთ წარმატებებს მე კი მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო თედო კობახიძე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რეკლამა ვნახოთ და დაგიბრუნდებით არ გადართოთ